გამარჯობათ. თქვენ უყურებთ ყოველდღიურ პროგრამა ინფორმატორს იმის შესახებ თუ რა მოხდა ახალი ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. კლიპმეიკერმა ზაზა ორაშვილმა უკვე დაასრულა მუშაობა მაია ბარათაშვილის ახალ კლიპზე. ჩვენს ერთ-ერთ გამოშვებაში უკვე გიჩვენეთ კლიპზე მუშაობის პროცესი. კლიპში მაიასთან ერთად ჯაზლენდის ბავშვებიც მონაწილეობენ. სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. ალბათ ყველა მიცით, რომ მოხდება კლიპის პრეზენტაცია, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებული პრეზენტაცია იქნება. კლიპის გარდა ჩვენ კიდევ პატარა იმპროვიზირებულ კონცერტს მოვისმენთ, სადაც თქვენ თვითონ შეაფასებთ. მაია ბარათაშვილს ყველანი კარგად იცნობთ, იმ პატარებს კი ცოცხლად როგორ მიიღეთ, შემდეგ სცენაზე შეაფასებთ. რაღაც ერთი ესეთი საჩუქარი გავუკეთოთ მაიას და ახალგაზრდა შემსრულებელს. მეორეოდე დღის წინ გავხდი უფლებამოსილი წარვადგინო საქართველოს და მისი მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლები იტალიაში ფესტივალზე სახელწოდებით მუსიკა მსოფლიოში. მე ახლა შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ თუკი 31 იანვრამდე მაია და მისი ორი არაჩვეულებრივი პარტნიორი თავიანთ მონაცემებს მომაწოდებენ ზაფხულში, ფლორენციაში, გენუასა და პიზაში. ამ ორ ადამიანს როგორც დუეტს მოისმენს თავის ასაკობრივ კატეგორიაში მთელი მსოფლიო, მაიას და ამ ორ ბიჭუნას როგორც მცირე ანსამბლს, ხოლო თავად მაიას როგორც ჯაზურ შემსრულებელს და სოლისტს, რადგან იქ სხვადასხვა ნომინაცია და ასაკობრივი ბარიერები პარტნიორად არ არსებობს. Melo
მიუხედავად იმისა, რომ მაიასთან თანამშრომლობის მომენტი აქამდე არ მქონია, მაიას ყველა იცნობს არა მარტო მე, როგორც არაჩვეულებრივ მომღერალს. ამ შემთხვევაში ჩემთვის სასიამოვნო მომენტი იყო ის, რომ მაიასთან მომიწევდა მუშაობა. Plus ბიჭები არიან ძალიან კარგები, ვთვლი რომ ძალიან მართლა კარგად მღერიან, ის ჯაზური ელემენტები ძალიან კარგად გამოდით. ამ შემთხვევაში იყო კომპლექსი მაიას სიმღერის და ბიჭებთან სიმღერის. ბავშვებთან ჩაწერა არავითარ პრობლემებთან არ იყო დაკავშირებული. პირიქით, დადებითი ემოციის გარდა ამას ჩემთვის არაფერი არ მოუტანია, რატო იცით? იმიტომ არა მხოლოდ რომ კარგი ხმა აქვს და ნიჭიერები არიან და კარგად მღერიან, იმიტომ რომ ბუნებით არიან არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. იცით ის სიხალისე, რაც აი ამასაკისთვის არის დამახასიათებელი, დღეს ისეთი იშვიათია, იმიტომ რომ ყველა დაუშვათ ტელევიზიაში, როდესაც უყურებ პატარა ბავშვებს, იცით ყველა ცდილობს რომ დიდი გამოჩნდეს, იცით იბერებენ თავს ძალით და ამათ ეს არა აქვთ, იცით არც სჭირდებათ. აი ეს არაჩვეულებრივი სილამაზე ამ მასაკის ძალიან კარგად ჩანს ურთიერთობაში და კლიპშიც დაინახავს მაყურებენ. პრემიერა შედგა თეატრში, სადაც ტექსტი საერთოდაც არ არის საჭირო. აქ პლასტიკა, მუსიკა და განათება ყველაფრის მთქმელია. მივხვდით ალბათ, საუბარია პანტომიმის თეატრზე. პანტომიმის თეატრმა ახალი სპექტაკლით კონტრასტები უმასპინძლა მაყურებელს. ამ სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ოსეფაშვილია, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს. სპექტაკლი ძალიან ორიგინალურია და სხვადასხვა ნოველების მიხედვით არის დადგმული. თეატრალური დასის წევრებს ჩვენ სპექტაკლის დაწყებამდე გავესაუბრეთ. მე მგონი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საკმაოდ განსხვავებული ნოველებია. საკმაოდ საინტერესოდ აწყობილია სპექტაკლი. და ესეთი გასართობი სუბუქი სპექტაკლია რა. ნოველების ტრადიცია დიდი ხანია გვაქვს და სხვადასხვა სპექტაკლები თავიდან რო დავიწყეთ სულ პირველად არსებობა ჩვენმა თეატრმა, მაშინ უკვე ნოველებით, პატარ-პატარა ნოველებით დავიწყეთ ამ პანტომიმის ურთულეს ენაზე საუბარი.